აზრებში რაც ხდება და უпроსორეთ პენსიენტიალურ სისტემებზე ამაზე გვექნება საუბარი და ჩვენი პირველი ბლოკის სტუმარი გახლავთ ამარიკა არევაძე, იგი პარტია ახლების წევრია და ადვოკატი არის და მე თუ გითხავ ძალიან სენსაციურ და საინტერესო თემას მივადექით. მადლობა ესა ქალბატონო მარიკა რომ ჩვენი სტუმარი ხართ, უბრალოდ დავაანონსო მინდა რომ დაახლოებით 2 კვირის წინ და აი ციკლონებით მოხდა ევროპაში გადაიარა საშინელმა სიცხეებმა 40 გრადუსამდეც კი აღწევდა. საერთოდ ეს სინოპტიკოსებსაც რო კითხოთ 32-34 გრადუსის მიღმა უკვე საფრთხის შემცველი არის აი ეს სიცხეში მუშაობა, საქმიანობა, საჭესთან-ჯდომა და შემდეგ და აღმოჩნდა თურმე რომ ჩვენი პენსიენტიალური კანტორა თუ სამსახური არის მომზადებელი დახვდა აი ესეთ კლიმატურ ცვლილებებს და სხვა შორის სადღაც 4-5 წელია კლიმატი აშკარად მოდი ესე ვთქვათ აი თითქმის მასში რა ქვია სადღაც მურმანსკის კი ძალიან დიდი სითბოებია და ცხელყინალოვანი ოკეანე ფაქტიურად დამდნარი არის აი დაახლოებით 150 კილომეტრის რადიუსში და ჩემი მოგონილი არა მოცემულობა ეგეთი დათბობის ხანაში ვარ და რატოაც ეს ვერ გათვალეს ან ვერ დაიანგარიშეს მთავრობამ და განამატებით თანხების გამოყოფაზე პრინციპში ვიფიქრე რომ იქნებოდა და ღირდა კიდევაც საუბარი თავად თქვენ ბრძანეთ აგერ რომ იმდენად გაუსაზრისი სიცხე და უჟანგბადობა იყო შეხვედრი შეწყვეტა მომიწია ეს ფაქტი არის ეს არის სენსაციური განცხადება და მე თუ მკითხავთ რაღაც ოპერატიულად და უმოკლეს დროში რაღაცეები არის შესაძლებელი იქა ახლა მე გულუბრილო მინდა გითხრათ რომ აი იმიდან რა ქვია ბათუმიდან მოვდიოდი აუტანელი სიცხე იყო აუტანელი რიკოთის გზაზე ათობით მანქანას გაჩერებული ქონდა კაპოტი ახთილი და წყალი აუდუღდათ არის ესეთი მოვლენები ხშირი არის უკვე საქართველოში და აი ეს ბოლო 2 კვირა არის ტემპერატურის მატება არის და მე იდეის დონეზე მინდა გითხოთ მარიკა ახლა გამოცდილი ადვოკატი ხარ როდესაც ვერ უზრუნველყოფს ნორმალურ ფიზიოლოგიურ სიტუაციებში ადამიანები ვერ ძლევენ ახლა რას თქვენ ბრძანეთ რომ გაუსაზრისი იყო და შეხვედრა გადავდებიო ეს ნიშნავს რომ კატორღული მდგომარეობაა და ამ დროს სახელმწიფოს თუ გონიერების რაღაცა ნასახი გააჩნიათ დროებით მაინც აი თუნდაც თვენახევარი 2 თვე გააკეთონ ისე რომ შინაპატიმრობა შეუცვალონ ეს მდგომარეობა და იჯნენ სახლში სხვა გამოსავალს მე ლოგიკურს ვერ ვხედავ და თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით სხვა შორის თქვენ შემდეგ დავით ჟანდიერი იქნება მე მას მოსმნი ისიც იგივეს ამბობს აუტანელი პირობები არის ციხეში თითქმის გახტილები დადიან თურმეს ისეთი სიცხე არის და ამას თქვენს აღიარებთ და მე მგონი აი საბჭოთა ხელისუფლების მოხელეებიც ალბათ აღიარებენ კი ახლა თვითონი კონდიციონირებულ ჰაერში მუშაობენ მაგრამ აი გითხარით სორი ვარ თუ არა წესი და რიგით არ შეიძლება ამად ეს წამების ტოლფასია ცხელოთახებში რო არიან მით უმეტეს პოლიტიკური პატიმრები მადლობა რომ ჩემი სტუმარი ხარ მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა ამ თემიდან რა ზანებთ ეს ამნიშნულოვანი თემა არის ამნიშნულოვანი საკითხი რადგან ადამიანები ფაქტობრივად რომლებიც ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ პოლიტპატიმრებზე და რეჟიმის პატიმრებზე რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ არიან დაკავებულები თუმცა ასევე უნდა აღინიშნეს რომ თუნდაც საფუძვლიანად სხვა პატიმრების რომლებიც არიან დაკავებულები და ამ დაწესებულებებში არიან ისინიც ემყარებიან ამ არაადამიანურ მოპყრობას და არაადამიანურ პირობებს ხო როდესაც 40 გრადუსის სიცხის პირობებში არანაირი გამაგრილებელი საშუალება არ არის მოწყობილი იმისათვის რომ ადამიანები ცუდად არ გახდნენ ელემენტარული. დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ ეს სტატუსი თუ პოსტი, რომელიც მე გუშინ დავწერე გაოგნებულმა, იმიტომ რომ ვიყავი რუსთავის ციხეში წასული, უნდა მენახა ჯერ ნიკა გვარამია, შემდგომ ნიკა მელია, კონკრეტულად ამ დღეს ეს 2 ადამიანი უნდა მენახა და მე მომიწია გაუსაძლისი სიცხის და დახუთულობის და შესაბამისად უკვე წარმოქმნილი ოთახში უჟანგბადობის ფონზე რომ შემეწყვიტა ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა ვეღარ შევედი მე უკვე ნიკას სანახავად და საერთოდაც ის დღეს ძალიან ცუდად ვიყავი, ანუ დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის რომ მოსულიყავი ასე
ვთქვათ, დაუბრუნებოდი ნორმალურ მდგომარეობას და თქვენ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში არიან ის პირები, პატიმრები, რომლებიც იმყოფებიან ამ დაწესებულებებში, მათ შორის რუსთავის დაწესებულებაში, ხო, სადაც გაუსაძლისი სიცხე ისედაც არის და სადაც ასე ვთქვათ, განსაკუთრებით არ ჭირდება ამას წინასწარ რაიმე გამოცნობა, რომ იქ კონდიციონერი უნდა ქონდეს დაყენებული და იქ უნდა ქონდეს მინიმუმ ვენტილაციის შესაძლებლობა, ხო? მით უმეტეს ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს კანონმდებლობას, არსებობს პენიტენციური კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს სწორედ იმ პირობებს, რა პირობებშიც აქვთ უფლება და საერთოდ უნდა იყვნენ პატიმრები ამ შემთხვევაში, ანუ ის პირები, ვინც პენიტენციურ დაწესებულებებში მოხვდებიან და აქ მნიშვნელოვანია ქაბალონ მარიკა ეგება იქ გააგრძელოთ ამ თემას საუბარი. იქ გარანტირებული არის ნორმალური პირობების. შეფარდება თავისუფლების აღკვეთა, ხო? დიახ. კონტაქტი ხარ გაითიშა. არა, ერთი წუთითაც არ გათიშულა, გისმენთ. გისმენთ ქაბალონ მარიკა, გისმენთ. დიახ, თუ ისმის ანუ იმის თქმა მინდა, რომ მას შემდგომრად ადამიანებს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებათ, იქნება ის ეს არის პატიმრობის ფარგლებში თუ უკვე საბოლოოდ განაჩენის ფარგლებში სახელმწიფო იღებს მათზე პასუხისმგებლობას, რომ ისინი არ დაექვემდებარონ წამებას, არა ადამიანურ მოპყრობას, რომ მათ უნდა ქონდეს შესაბამისი პირობები, თუნდაც იმ პერიოდში, როდესაც ისინი არიან დაკავებულები და ამ შემთხვევაში უკვე თვითონ პენიტენციური დაწესებულებები არიან ვალდებულნი, რომ ეს პირობები დაიცვან და ადამიანები არ დაექვემდებარონ წამებას. გიორგი ახობაძე ამბობდა სულ რამდენიმე დღის წინ, რომ ესე იგი ვენტილატორის ეგრეთ წოდებული ვენტილატორის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ ამ პირობებში და გაუსაძლისიაოს მეც მოისმინე და საკანში ყოფნა. თქვენ წარმოიდგინეთ არასრულ 1 საათში გავხდით სუდად და აღარ მომეცა პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა და ამ პირობებში ადამიანები ატარებენ დღეებს, თვეებს და არ იციან როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რომელსაც უბრალოდ ნება სჭირდება იმისთვის, რომ ანუ შეასრულოს სახელმწიფომ თავისი ვალდებულება, ხო? სხვა არაფერზე არ არის საუბარი. ადამიანის დიდი ბოდიში რა ქალბატონი მარიკა, სულ ერთი წამით რა. აი წმინდა არითმეტიკული ხა მე უცხოელად მინდა გითხრათ აი ჩვენი განწყობა ჩვენთან. აი საინფორმაციო ოთახში ძალიან დიდი კონდიციონერი გვიდევს ჩვენ. სააპარატოში ძალიან დიდი კონდიციონერი გვაქვს. აი სტუდიაში ახაც დიდი ჩვენ არ ვთავთ ამას რომ აგვეშინია რომ დენის ხარჯი შეიძლება რომელიმე გაითიშოს. აი დაუკვირდით 50-მდე პოლიტპატიმარი არის. მე მგონი 4 კაცი არის ცეხეებში. ფაქტიურად ამას ჭირდებათ, ნუ ახლა 4-ზე რო გავყო 12 კონდიციონერია საჭირო. ფართობი მე სხვა შევისწავლე ეს საკითხი 10-დან 15 კვადრატულ მეტრამდე არის ოთახები, სადაც პატიმრები არიან. ანუ მაქსიმუმ 20 კვადრატული, მაგრამ არ მგონია რომ ამდენიც იყოს. უბრალოდ ყველაზე იაფი 10 ან 12 კონდიციონერი აქვს პენსიონერული სამსახურის მესვეურებს საყიდი და თადარიგი რატო არ დაიჭირეს. მე მაგალითად ყოველ ღამე აი ივნისის შუა რიცხვებიდან ვაკვირდები მთელს ევროპაში ტოტალურად მოიმატა ტემპერატურამ. იქ გაჩერდა საწარმოების კი შვებულებაში გაუშვეს რომ თერმოდარტყმა არ მიიღოს ადამიანებმა. იქ თუ ფიქრობენ, აქ ნუ კარგი აი ვინც მუშაობთ ჩვენ თვითონ რაღაცას მაგა ციხეში შეზღუდული აქვს სივრცე ადამიანებს. თავიდანვე რატო არ დაგეგმეს ესა? მეცაც გეტყვით ახლა ის მაგათ შენობა როა იმისი პენსიონერული სამსახური თუ აი დიყო იმას საბურთალოს ბოლოს რა. ყველგან კონდიციონერები უდგათ იქა. რა მოხდება რომ მოხსნან და 12 კონდიციონერი დააყენონ აი ვინც ესე დროებითი პატიმრები არიან და სასამართლოს განხილვას ელოდებიან. მოვითხოვოთ აი თქვენ აგერ თუ შენი დოკუმენტი დადევით. აქ რეალურად მნიშვნელოვანი არის დავით რა რომ ნება იყოს რომ და სურვილი რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული ხო ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები აღარ აინტერესებს მიტაცებულ ხელისუფლებაში პარტიული ლიდერები არიან იქ ეს პატარა საქმე არა იცი და
აი მე ეს შეკითხვა იმიტომ დაგისვით რომ აი თქვენი აზრი მაინტერესებს შეიძლება რომ მოსამართლეებმა ესე ვთქვათ ნუ თუნდაც თვენახევარიან ერთი თვე რომ ესენი შინაპატიმრობაში გადაიყვანოს ექსტრემალური სიტუაციაა და იმიტომ გეკითხებით მე მაგალითად წყალი ამიდუღდა მატორში ცხელოდა ძალიან დიდი სიცხეროა ძალიან ბევრი მანქანაც შერდება აი განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლია მოსამართლეს უცბად გადაწყვიტოს და დროებით ესენი სახში იწულების წესი არ გამოსვეს ხელწერილით რომ სახლებში გაუშვას რომ და სანამ აგრილდება იქამდე რომ ესე ვთქვათ არიჯნენ აი ამ კატორღულ სიტუაციაში შეიძლება ეს თეორიულად ყველა პატიმარი რომელიც არის ამა თუ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში ანუ ეგრეთ წოდებულ ციხეებში ერთი რომ არის სხვადასხვა საფუძვლით და მეორე სხვადასხვა მოცემულობაში იქ შეიძლება ადგილი ქონდეს წინასწარი პატიმრობაში მყოფ პირებს რომელზეც ჯერ კიდევ არ არის განაჩენი გამოცხადებული და შეიძლება ადგილი ქონდეს უკვე მისჯილების შემთხვევაში როდესაც უკვე განაჩენი არსებობს და კონკრეტული ასე ვთქვათ სასჯელი აქვს შეფასებული საფუძვლების აღკვეთის ნაწილში ხო? როდესაც ჩვენ შინაპატიმრობაზე საუბრობთ, შინაპატიმრობა როგორც აღკვეთი ღონისძიების ერთ-ერთი ფორმა შეიძლება იყოს გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ გვაქვს ჯერ კიდევ ასე ვთქვათ აღკვეთ ღონისძიებაზე სახე, ანუ სადაც არ არსებობს განაჩენი უკვე გამოტანილი, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენ დიფერენცირებას ვერ მოვახდეთ. ყველა პატიმარი, რომელიც დღეს იმყოფება ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში, თანაბრად ექვემდებარება ამ ადამიანურ მოპყრობას. იქნება ეს რეჟიმის პატიმარი, იქნება ეს უსაფრთხო დაჭერილი პოლიტიკოსი, თუ იქნება ეს კონკრეტული პირი, რომელსაც საფუძვლიანად შეეფარდა, ასე ვთქვათ, ის სასჯელი, რაც ანუ დანაშაული ქონდა ჩადენილი და შეეფარდა. ყველა ადამიანზე პასუხისგებელი არის ასე ვთქვათ სახელმწიფო, ხო? ამიტომ რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ეხლა არის ის აქამდეც უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ახლა მაინც უნდა გააკეთო, რაც შეიძლება დაჩქარებული წესით ვენტილაციები უზრუნველყონ, კონდიციონერები დააყენონ და ადამიანებს შეუქმნან ადამიანური პირობები და ამ გაუსაცლის პირობებში განსაკუთრებით მძიმე არის, რა თქმა უნდა, რეჟიმის პატიმრების მდგომარეობა, რადგანაც ეს ადამიანები სრულიად უსაფუძვლოდ არიან იმიტომ არიან მოხვედრილები, რომ სამშობლოს უყვართ მათ არანაირი დანაშაულებები არ ჩაუდენიათ და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ისჯებიან მხოლოდ იმიტომ, რომ გაბედეს ბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. პირი, რომელიც დანაშაულს ჩადის, იმას აქვს კიდევაც მოლოდინი, რომ შეიძლება დააპატიმრონ, ხო და ადამიანები, რომლებსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, უსაფუძვლოდ ყავს გამოკეტილი საპატიმროებში და კიდე იქ არ უქმნი იმ პირობებს, რომ ანუ ღირსება არ შეულახო, გული არ წაუვიდეს ელემენტარული, ცუდად არ გახდეს, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდეს. ანუ ესეც ხო წამებაა და ესეც ხო არა ადამიანური მოპყრობაა, როდესაც სუნთქვა არის გაუსაძლისი და როდესაც ამის გამო შეიძლება დაგჭირდეს სამედიცინო მომსახურება. იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს და კონკრეტული პენიტენციური დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს გაგრილების სისტემას და პატიმრებსაც ეს არის ორი მიმართულებით პრობლემა, ხო? ერთი უშუალოდ პატიმრებს რაც შეეხება და რეჟიმის პატიმრებს განსაკუთრებით და მეორე ეს ადვოკატურის პრობლემაც არის. როგორ შეიძლება ადვოკატს არ ქონდეს შესაძლებლობა რომ შევიდეს კლიენტთან და მისი დათვალიერების ყოფ პირთან და ცუდად გახდეს იქ. ხო, ყველას არ აქვს თანაბარი გამძლეობა, ასე ვთქვათ, ვიღაცა უწევს ვერ შეხვედით იმდენად ჩახუთული ჰაერი იყო, არა, ქალბატონო მან? ესეა, ხო? ჰაერი არის დახუთული, არის უკიდურესი სიცხე და აი ჟანგბადი არ არის, ანუ უჟანგბადობა იქ არის, როგორ გითხრათ, ანუ ერთი პატარა შეხვედრების ოთახია, სადაც რაღაცა გამყოფი კარებიც არის, შუშის და იმის იქით არის მხოლოდ ფანჯარა გისოსებიანი, რომელსაც აქვს გადმოწეული უბრალოდ და იქიდან გამოდის ჰაერი, აი ძლივს რო აღწევს ოთახში. რა საშუალებები პირობები და ეს არის მათ შორის ადვოკატების, ანუ ადვოკატთა ასოციაცია უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით და აუცილებლად ის პირობები შეიქმნას, რომ ადვოკატი რომ შევა კლიენტთან და თავის დაცვის ქვეშ ყოფ პირთან, იქ გულწასული არ გამოვიდეს იქიდან, ხო? მარიკა, მაბატიერა მოვასწრომინდა ბევრ თემებს შევეხოთ, ეს ბატონი ეს ახობაძეა თუ არა ვსწრები განსაჯელი. გიორგი ახობაძე. დიახ, მან ბრძანა საოცარი რაღაცა, ხმაურიანი არისო, ვენტილატორი, იქ სხვა შორის და დაზეთვა უნდა მაგას და ეთყობა ფეხებზე კიდეათ ადამიანის ჯანმრთელობა. ხმის ჩახშობა შეიძლება
ელემენტარულად აი ზეთი უნდა წაიღონ, მანქანის ზეთი და იქ უნდა დაიზეთოს და ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედება, აგერ მე მაქვს ახლა ინფორმაცია ეს თარგამაზე დაპატიმრებული რო არის რუსთავის ციხესთან ახლოს მეტალურგიული ქარხანა დღე და ღამე ხმაური არისო. ეს ფსიქოლოგიური სტრესის მომტანია, იცით, აი ხმაურიან გარემოში ბევრი ადამიანი ვერ იძინებს. ესე წამების ერთ-ერთ ფორმად უნდა ვაღიარო და მოითხოვოს ყველა ადამიანმა, ყველა ადვოკატმა, უпроსტოდ განსაჟელების უფლებების დაცვა. რა უნდა ეცხვაჩვე რომელმა იდიოტმა გადაწყვიტა რომ მეტალურგიულ ქარხანასთან ააშენონ ციხე. ან რა წესი ეს ამ შორეზე რო არის, არასწორად იქცევიან და მე მგონი მათ შეუძლიათ რაღაცები შეცვალონ. აი თუნდაც დროებით გადაიყვანონ სხვა ციხეში. შეცვალონ, შეუძლიათ რომ შეცვალონ, მაგრამ ეს შეცვალონ დამოკიდებული იმაზე რომ ვიღაცას აინტერესებს ეს საკითხი. მიიტაცებული ხელისუფლების რეჟიმს, ხო, რეჟიმს რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, ეს არ აინტერესებს. იქ ესე იგი საუბარია ადვოკატებზე, იქ საუბარია თვითონ პირებზე, რომლებიც არიან დაკავებულები და თანამშრომლები სხვა ადამიანები არიან საკუთარი თანამშრომლები. ასევე ამ საშინელ მდგომარეობაში არიან და მე არაერთ შემთხვევა მქონია, როდესაც მივსვლარ ციხეზე და ასე ამ სიცხეებში სასწრაფო ყოფილა გამოძახებული თანამშრომლისთვის, არა პატიმრისთვის, არა თანამშრომლისთვის. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან საყურადღებო მნიშვნელოვანი სიგნალია, როგორც ესეთი რაღაცეები ჩვენ მინდა ასევე ვისარგებლოთ დროით თუ მომწესებას პარალელი გავავლო. ესეთი რაღაცეები არ ხდება ევროპულ და ცივილიზებულ ქვეყნებში, ისეთ ქვეყნებში, როგორიც გვინდა რომ ჩვენ ვიყოთ და გვინდა რომ ეს ქვეყანა წავიყვანოთ. ესეთი რაღაცები ხდება მხოლოდ რუსეთში და რუსული ტიპის ავტორიტარულ დიქტატორულ სახელმწიფოებში, სადაც ადამიანის უფლებები არ აინტერესებს, სადაც გაუსაძლის პირობებს უქმნიან, მათ შორის დაკავებულებს, რომელსაც ანალოგიურად ეს ადამიანებიც ანალოგიურად სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომელიც სხვა ადამიანებს გააჩნიათ, ხო? თავისუფლებაზე მყოფ ადამიანებს გააჩნიათ ამ შემთხვევაში და მნიშვნელოვანია იმ ნაწილში, რომ აი ხლა სალაპარაკო გახდა რეჟიმის მხრიდან და რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რომ აიო ჩვენო გვაბრალებენ, რომ რუსები ვართ და ერთი არგუმენტი ვერ მოყავთო. როგორ შეიძლება ერთი არგუმენტი ვერ მოვიყვანოთ, როცა ასეთი უამრავია, მათ შორის თუნდაც ეს ადამიანის უფლებების მდგომარეობა რა დღეშიც ჩაყარეს, მათ ადამიანები, ეს ციხის პრობლემები და ციხის პირობები, მათ შორის ასევე მნიშვნელოვანი არის დარბევები და დარბევების დროს გამოყენებული ის არაპროპორციული ძალად დაბმული ადამიანების უკვე განეიტრალებული ადამიანების ცემა და ტყება. ძალიან მნიშვნელოვანია გავიხსენოთ თუნდაც 2019 წლის 20 ივნისი, ხო, ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამე, როდესაც რუსი მაღალჩინოსანი ჩამოიყვანეს და ვინ მისცემდა შესაძლებლობას რუს მაღალჩინოსანს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის თუ არა რუსული ხელისუფლება. გავიხსენოთ ამ წინასაარჩევნოთ 2024 წლის სექტემბერში თავად ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც ის გორიდან, დაბომბილი ქალაქიდან ბოდიშს უხდიდა მას რა ქვია ოკუპანტებს, ხომ? გავიხსენოთ არაერთი შემთხვევა, თუნდაც იურიდიული მიმართულებით რომ წავიდეთ რეზოლუციები, არაერთი რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში თუ საერთაშორისო ინსტიტუტების ფარგლებში იქნა მიღებული იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა ყოფილიყო მხარდაჭერილი, იმისათვის რომ რუსული საოკუპაციო ჯარი აქედან გასულიყო და საქართველოს არ დაუჭირა მხარი სწორედ ქართული ოცნები მართლობის პირობებში, ხომ? გავიხსენოთ ის რუსული კანონი, რომელიც მიიღო და თუნდაც აი გავიხსენოთ, ხო, ქვეყანაც თავარია 2008 წლიდან, როდესაც ისინი რუსულ, ესე იგი, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას ქართულ ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე ამ რიტორიკას ვინიტყვის ამას და ხედან სწორედ რუსი პროპაგანდისტების გზავნილებზე. ერთ შემთხვევა და ისიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნების მაღალჩინოსნები სანქცირება მოახდინა სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ევროატლანტიკური და დემოკრატიის რღვევისა და საფრთხის შექმნისათვის. და კიდევ რამდენი ასეთი მაგალითი, არაერთი მაგალითი და არაერთი ეთერი დაგვჭირდება ჩვენ, რომ ეს ყველა შემთხვევა ასეთი განვიხილოთ. თუნდაც რა დღეს, როდესაც ქართული ჯარის და ქართული სპეცსამსახურების პირადი საქმეები და მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია ვინ გააკეთებს ამას თუ არა რუსეთთან მოთანამშრომლე რუსული ხელისუფლება. ხმებით.
კალოდმაია, აი სანამდე დაიჭერდნენ ამ პოლიტიკურ ლიდერებს, მე ოფიციალურად გავაფრთხილე და ვიცოდი ეს მოვლენა, ახლა მე კლიმატს ყოველთვის სტუდენტები და მოყოლებლის უმაინტერესებდა რომელ ქვეყანაში რა ესე ვთქვათ ციკლონი მოდის და შემდეგ. ვაფრთხილებდი მე და ვთხოვდი ამათ რომ თუ არ დააპატიმროთ თან ისა მოუწყობელია მეთქი ციხეები და ვიძახდი რომ დიდი ტემპერატურაა როცა არის ადამიანს შეიძლება ინსულტი დაემართოს. ძალიან საფრთხის შემცველია ახლა სხვანაირად არ გამიგო და 60 წელს მიღწეულია ჯაფარიძე, არც მამუკა ახალგაზრდა, ასაკიანია, ასაკის მქონე, ესე ვთქვათ, პოლიპატიმრები მაინც უნდა, იცით, არ ვიცი, რაღაცა ისეთი შეღავათიანი სიტუაციები შეუქმნან, დღის მანძილზე დაუშვათ ეზოში ასეირნონ, ანიკ მე ზუსტად არ ვიცი ეს როგორია სქემა რუკა იმისი მე-12-ია თუ მერვე ციხე არის მე რუსთავში რა ნომერია ეს ციხე მე-16-ია ერთად იქ მე-12 რა არის იცით ან იქვე შეუქმნა ნორმალური პირობები ან აი სასამართლოში არ ვიცი თქვენი უფლება არის რომ გაასაჩივრო და კრიტიკულ სიტუაციაში რომ სასამართლო უცბად განიხილოს ეს ან სახალხო დამცველმა რაღაცა იმოქმედოს რომ ეს უნდა შეიძლება მართლა დაავადეს ადამიანი შეიძლება იმპაქტი მიიღონ მზის დაკვრის დონეზე არის ეს 35 და 36 გრადუსი გუშინ 36 გრადუსი იყო საღამოს მერე კი ის აგრილდა და რაღაცა მაგრამ საფრთხის შემცველია და სახელმწიფო თუ ვართ ადამიანის უფლებები და მით უმეტეს ფუნდამენტალური უფლებები სიცოცხლის უფლება უნდა მიეცეს მოიფიქრეთ რაღაცა იგება არ ვიცი აი თუ გინდათ მანიფესტაცია მოვაწყოთ, მაგრამ თვითონ სასამართლომ სასწრაფოდ უნდა განიხილოს, რომ ესენი დროებით აი სახლებში გაუშვან და მე არ ვიცი ახლა შემდეგი სასამართლომდე რა მოხდება, რომ სახლში იჯდნენ. რომელმა სასამართლომ, იმ სასამართლომ, რომელმაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მტკიცებულებების აკონიჭებებში აუმსახურებელი საშიელი შეუფარდა ამ ადამიანებს? აი, ყოველ შემთხვევაში ახლა მე ვიცი, რომ ის ქალბატონი რო არა, რა ქვია, გალუსტაშვილი რო არის. მუხრანის ციხიდან არის, მუხრანის ციხიდან მუხრანიდანაა სოფლი და რა აქციები მოვუწყოთ იმ ქალბატონს, აქედან მივმართო და გავაფრთხილოთ, რომ შეიძლება ფატალური შედეგი დასრულდეს ეს მაგათი ავანტიურისტული ესე ვთქვათ ყველა პოლიტიკოსის ციხეში. ვებიზინა თქვა, ყველას დავიჭერო და უსრულებს ეს დედაკაცი და სხვაებიც იქა და გავაფრთხილოთ. მოუწოდოთ მათ რომ ესე თქვა ერთი ნამდვილად რომ მოწოდება არ უნდა სჭირდებოდეს მოსამართლეს მაგრამ უნდა მოუწოდოთ ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანები შეარჩიეს ხო ხდებით ცივსისხლიანებში ვის გულისხმობ ესეთი ადამიანები შეარჩიეს მაგრამ ცუდად დაამთავრებენ ვით შეარჩიეს მაგათ ამას გავაფრთხილე მე 3ჯერ თუ 4ჯერ რა ვთქვი რომ ისეთი სიცხეები არ შეიძლება პოლიტიკოსების ციხეებში ესე თან გათუგახსოვთ საზეიმოდ მიყავდათ აი პოლიტიკურ მამაძაღლობას შეწირეს მათი ჯანმრთელობა და საფრთხის შემცველია მე კიდევ ერთხელ სოლიდარული ვარ თქვენდამი თქვენ ვერ გაძლით უჟანგბადო ოთახში ყოფნა და კაცები არიან ითმენენ თორე ისინი წამების ფაზაში არიან შესულები წამება როდესაც საშინელ სიცხეში ჟანგბადი არ აქვს და მე თუ მკითხავ ძალიან არაკომფორტულია ის ციხეა თუ ჯანდაბა რაღაცა არის გასაკეთებელი თვითონ საზოგადოებამ უნდა ამოიღოს ხმა და გააპროტესტოს ესეთი ამბები თქვენ და მე მარტო არ უნდა ვსაუბრობდეთ ყველას ტკივილია ესა ახლა მთელი პოლიტიკური ელიტა ვინც კი არსებობს ყველანი დაპატიმრებული ყავდა საათ კატორღო აი სულ მიკვირს რომელმა იდიოტმა გადაწყვიტა რომ რუსთავში აეშენებინათ ციხე რატო მაინც და მაინც ყველაზე მაღალი ტემპერატურა კახეთში არის გამორჩეულია იმით რომ იქ საშინელი სიცხეა ისედაც ნორმალურ ვითარებაში და ცხელი ქალაქი არის რუსთავი საქართველოში ყველაზე ცხელი ქალაქია და რაღა იქ ააშენეს სასწრაფოდ მაინც შეცვალონ რაღაც სიტუაცია ანუ ახლა მერიდება რო თქვა ყველაზე მოკლე გზა არის დაუშვათ ერთი თვე მაინც თვითიზოლაციაში იყვნენ და სახლებში იყვნენ. გადავიდნენ, არ არის სწორი ასაკოვანი ხალხია ეხლა სურაჯ ჯაფარიძეც დეპრესიაში იქნება ყველა ადამიანი, ვინც კი პოლიტპატიმარია, ყველა დეპრესიულ ფონში ამყოფენ და წამების ფორმა არის ეს სიცხეში უკონდიციონო ოთახში ყოლა და ანჯელა დევიზზე რუსები ჩხუბობდნენ მე მახსოვს ძალიან კარგად ვარ სკოლაში სწავლობდი და ანჯელა დევიზი ცნობილი ესე ვთქვათ უფლებადამცველი იყო პროფესორი იყო სხვაჭვერი და რო დააპატიმრეს რუსები წერდნენ რომ კონდიცირებული ჰაერში ამყოფებენ და რა სუფთა ჰაერშიო
იქ 60-იან წლებშიც კი ყველა ციხეში იყო კონდიციონერი, ციხის გნომებში, კამერე და ოთახებში კონდიციონერი დაყენებული ქონდა დაგერ რამდენი წლის წინ და რა გახდა ეს იდიოტური ციხე და მისი დირექტორი ტვინი არა აქვს 12 კონდიციონერი ნახმარებიც კი იყიდება ელიავაზე დააყენონ ხვალდილასვე მიიტანა 12 კონდიციონერი თუ გავყოფთ რომ 4 ადამიანი არის მეტი არ სჭირდებათ ერთ დღეს შეიძლება მაგრამ საკანში ზოგიერთად არის პირიქით სამარტო საკანში არის და ბევრი პოლიტპატიმარი და კონკრეტულად პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად არიან საკნებში მარტო ხო არიან როგორც ვიცი 4 კაცი კონდიციონერი არ იყოფათ მაგრამ კონდიციონერი იქნება თუ ვენტილაციის მოწესრიგება რა შეიძლება კონდიციონერია მანდ საშენ ხელ ხარ სატარეს სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებაა რომ ეს ყველაფერი გააკეთოს და ეს მართა უნდა გააკეთონ. არ გიფიქრიათ რომ საპროტესტო განცხადება გაგეკეთებინათ თქვენ და პენსიონერულ სამსახურს მიმართეთ კატეგორიული ტონით ან სასწრაფოდ კონდიციონერი დაუყენეთ ან სასამართლოში გიჩვილოთ. რაღაც ეგეთი რომ მოგეფიქრებინათ თქვენ არა მარტო სხვებსაც. რას ფიქრობთ? ამ ყველაფერს ეშველება მხოლოდ ცვლილებების შემდგომ, როდესაც კოალიციური მმართველობა მოვა, ასე ვთქვათ, სათავეში კოალიციური ამ შემთხვევაში და ადამიანის უფლებები დაუბრუნდება იმ სტანდარტს, იმ დემოკრატიულ στანდარტს, რომელიც ამ ქვეყანას ახასიათებს და რომელიც ამ ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. რაც შეეხება ეხლა, რა უნდა გავაკეთოთ, ამას რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო ზომას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პირობები იქნას გამოსწორებული, თუმცა მიტაცებული ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომ წამებას ექვემდებარებიან და ადამიანის უფლებების სიცოცხლე, ჯანმრთელობა მათთვის არაფერს არ ნიშნავს, ეს უკვე არაერთხელ დაგვიმტკიცეს სამწუხაროდ. აი მე მართა გავლიმწყდება რომ აი ესეთ გაუგებარ ქვეყანაში ვარ და არ შეიძლება წამების ტოლფას გარემოში ამყოფა ადამიანები ახლა ასაკოვანი ხალხი არც ერთი არ არის ბავშვი ახლა სტუდენტი და დაუშვა ჯარისკაცი გაუძლებს მაგრამ ასაკოვანი ხალხია ნუ მათ სინდისზე იყოს დიდი მადლობა მინდა გითხრათ მარიკა ფაქტურად თქვენ აუყირავეთ საბჭოთა ხელისუფლებას აი ეს იდიოტობა რომ ვერც კი მოიფიქრეს კონდიცირებული ოთახების მომზადებაც კი და ეს მათი მინუსია და შეიძლება მოხდეს ისე რომ თვითონ აღმოჩნდნენ იქა და ეგება მე მაინც მივხვდი რა იდიოტობაში პასუხისმგებლობებით რომ აუცილებლად დადგება აუცილებლად მე სტარწმუნებული ვარ და მარიკა სულ ფიქრობ რატო ხართ ესეთი მკვეთრი ესე თქვა ტექსტით შეძახილი და ახლა წავიკითხე რომ პარტია ახალი წევრი ხარ და აი ძალიან კარგია რომ აი ესეთ შეფასებას აძლევთ ამათ მათ უნდა სხვენოდეთ თუ კი ციხეში აგზავნე ადამიანური პირობები უნდა შეუქმნა და ნუ აი იმდენად გონება შეზღუდულები და მე თუ გითხრათ რა პირდად რო თქვა და არაადამიანური ახმა აქვს რეალობისა დამირებულები გამოვლენ და ყველა მერე შურიზიებაზე იფიქრებს ისეთ ყველა იფიქრებს ეხლა თქვენ ჩაჯეკით სადაც ჩვენ ვიყავით და ეს გავლილია ყველას არ ვიცი თქვენ იცით თუ არა მეტეხი ციხე ითვლებოდა ყველაზე ბინძურდა საზისღარ აი მათ ციხეთ რუსეთის იმპერიაში და მერე სულ ყველა იქ შეყარეს აი ვინც კი ჟანდარმერი იყო ძალი დატოვეს იქ აი ნოუად ამათაც ეგ ამბავი მადლობა მინდა გითხრათ აი პასუხისმგებლობების რა უცბად დადგება ოღონდ დადგება სამართლიანი სასამართლოს და მათ ჩვენგან განსხვავებით არ მოუწევთ იმის გავლა რაც ახლა გავდივართ იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ნამდვილად არ ექნებათ სასტიკე სარგილი მადლობა თქვენ ამ საუბრისთვის დიდი მადლობა და დიდ პატივს ვსწრებთ გულწრფელად გეუბნები და მე ვფიქრობ აი პარტია ახალში მართა მებრძოლი ჯარისკაცები არიან და თქვენ რო გისმენთ მახარებს რომ პოლიტიკური საგაქვთ ხედვა და ძალიან დიდი მადლობა აი ამ ინფორმაციისთვის რა თქვენ გამოაქვეყნეთ და ფიქრობ ყველამ უნდა იფიქროს ამაზე დიდი მადლობა პატარა რეკლამა ხალხო და დავით ჟანდიერი გვეყოლება ასევე